ჩვენი ჯავახეთში მოგზაურობა ზუსტად ამ კადრიდან იწყება, სადაც მე და ნახევარ მანქანა უახლოვდებით ფარაონის ტბის ულამაზეს ნაპირს. ჩვენი მიზანია სოფელ ტამბოვის გავლით მივიდეთ ქოროღლის მთაზე, ვნახოთ შაორის ციკლოპური ციხე, შემდეგ კი საღამოს ტბის გავლით ჩავიდეთ სოფელ გორელოგაში, რომელიც გამორჩეულია თავისი ფერებითა და არქიტექტურით. ასევე ცოტა ხნით გავჩერდებით მადათაფას ტბაზეც, სადაც უამრავი ფრინველია, ხოლო ჩვენი ბოლო დანიშნულების წერტილი იქნება ტაბაწყურის ტბა, სადაც დავბანაკდებით, ვიცურავებთ დაფით, მოამზადოთ ბუნებაში გემრიელ საკვებს და ცოტა თევზაობასაც ვწდით. თუმცა ჩვენი მოგზაურობა ცოტა უცნაურად დაიწყო. ეს მე ვარ, რომელიც უშედეგოდ ცდილობს ძლიერ ქარში თავის გეგმების მოყოლას. ეს კი ლევანია, რომელმაც კინაღა მთელი მოგზაურობა ჩაშალა. თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით. ფარაონიდან 15 წუთში გადავედით სოფელ ტამბოვაში და დავადგეთ შაორის ციხის გზად, სადაც ჩვენი სირგლი წარმოუდგენელი ხედები გადაიშალა. გზა და გზა მცირე დაბრკოლებები გვხვდებოდა, თუმცა იმდენად დიდი იყო ჩვენი სურვილი მთაზე მოხვედრის, რომ ალბათ უკვე ვერაფერი შეგვაჩერებდა. მოვედით, ციცირში ვართ, აიქით დავაპარკეთ ავტომობილი და ახლა ვაპირებთ რომ ავიდეთ და აუცი ნახავთ, ცოტა იოლი მოგვეჩვენა. ცოტა ფეხსაც ვითრევთ რა. იმიტომ რომ ტაბაწყურში გვინდა ასვლა და გვინდა რომ მოვასწროთ. თუ რაღაცა არა უშავს და საღამოს ტბაზე დავრჩებით და დილით ავალთ ტაბაწყურზე. თუ ორივე მისაღებია ჩვენთვის. ნახოთ რა იქნება. გავჩერდით ახლა დავიღალეთ. აი რაღაცა არ ვიცი აქ როგორ ჩანს კადრში. და საკმაოდ მანძილი გავიარეთ 9 საათში, ხო? 9 საათი. აი არა ლევან. შენ უფრო დაიღე. ცოტა ზარმაცი კაცი აღმოჩნდა. საშიშია მეგობრებო, ანცა ქვემი ვარდება და თხევოდი მაიყოთ. ყველას ასეციო რა არის. ეხლა ამდენი ამოვიარეთ. და აანალიზეს რომ წყალი დაგვრჩა. ჭარო ამოთხაროთ. ვენ არ დავუშვათ ეს სისტემა. არა, წყალი უნდა წამოვიდე. კამერები ხომ მოგვაქვს რაც მთავარია. საიტა ესე ნახე. მეგობრებო, არხი გამოიწერეთ, თხოვნა იქნება. ამას ყოველდღე ნახდათ ვერ ვიზავ. აშემლია. თქვენი გამოწერა მეგობრებო. ძალიან ხმარება არხს. და პირველ რიგში ჩვენ გვიმაღლებს ძალიან мотивაციას რა.
ხეს ერთ მუღამს გვაძლევს, რომ ბევრი რაღაცები გადავიღოთ და ბევრ ადგილებში მოვხდეთ. ბევრი კაი ადგილები გაჩვენოთ. და რავი, გამოიწერეთ რა. არ დაიზაროთ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ რა რო გიყურებთ. ციხეზე ასასვლელ ბილიქს დასაწყისში ქვებზე ნახატები, ხოლო უკვე ბოლოსკენ ერთმანეთზე ლამაზად დადებული ქვები მიგვითითებდა. გრძნობდით, რომ ბევრი არ იყო დარჩენილი და უფრო უმატებდით ტემპს. ეს თითოეულ ქვებზე ვივიდეთ რა. აინც შეგვეშალა. როთაზე ნავსებავთ. ახლა ის ლიწოდა რაც. ხანმა დაველოდით რა. და არაფერი აღარ ჩანს საერთოდ და ანტრონი მინდა დავაფრინდა. მარტო ეს ხარი დარჩა. მე მგონი გადაიგოს რა. დიდი ხანი არ იქნება. ხა უნდა გადავიდეთ აი ისევ იმ თაზე. და იქზე ვით არის ეს ნასახლარი. იდეაში ესეც ნასახლარია. აი ისია დაალაგებული ყველაფერი ქვები რა. ხედავთ. მაინც იქით უფრო ვერცდები. კარგი რაღაცები გველოდება. წყალი როგორ დაგვრჩენებათ. ცუდა თავარი. ისეთი რთული ადგილები ამოვიარეთ ქვიანი და აქ დაგხვდა ესეთი ლამაზად დაწყობილი ბილიკი და იდეალურად ასე თქვა დაგებულია რა ეს ქვები. ავდივართ ძალიან მარტივად. ეს შაორის მეგალითური ციხეა, რომელიც ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე ზღვის დონიდან 2750 მეტრზე მდებარეობს. ის ბრინჯაოს ხანის ნაგებობაა, რომელიც მშრალად ციკლობური წყობით არის აგებული. ვარაუდობენ, რომ აქ შესაძლოა 3000 წლის წინ საკულტო სარიტუალო კომპლექსი ან დროებითი თავშესაფარი ყოფილიყო. თუმცა ვინ როგორ ან რისთვის ამოზიდა ეს ლოდები აქ დღემდე დანამდვილებით არავინ იცის. ორივე მთის წვერზე ნასახლარია და ერთმანეთთან არის დაკავშირებული, სადაც უცნაური ქვის წყობით აგებული ოთახები და კედლებია. ის ჯავახეთის საიდუმლოა და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური ადგილი საქართველოში. ცოტა ხანი გავჩერდით, დავისვენეთ, გადავიღეთ ლამაზი კადრები და მალევე დავეშვით. თაზე ჩვენს გარდასხვებიც იყვნენ. უსაყვარლესი მამაშვილი. წარმოიდგინეთ აქ ასეთ რთულ გზაზე და ასეთ სიმაღლეზე მამა თავის გოგონასთან ერთად როგორ უმკლავდება ყველა ამ დაბკოლებას. ამაზე ძლიერი ცხოვრებისეული მაგალითი დიდი ხანია არ განმეცდია. ჩემი პატარები გამახსენდნენ და გული ორმაგად გამითბა. მოვიარე მთელი საქართველო რა ყაზბეგიდან დავიწყე, მე ეს გადმოვედი, რაჭაში გადავედი, ლეჩხუმი, მე იქეთ გურიაში ვიყავი, სვანეთში ვიყავი, სამეგრელოში, მანქანაში ვიყავი 2 კვირა რა, გადამულაკ გარეთ. ვიხეტიალე და აი მაგ დროს ვიყავი მანდატფასტვაზე და ანუ ბევრი არაფერი, უბრალოდ ადგილობრივებთან კი მივედი, ახლა იმათი ენა არც ვიცი და ქართულიც არ იციან იმათ რა და ცოტა სხვანაირი გარეგნობაც აქვს, ცოტა ის სახლები ძალიან ესთეტიური სილამაზე აქვს რა. კი არის რაღაცა მიწით დახურული და ბალახები და ის ნაკელს წავენ ეგენი სამთაში და რაღაც ღობეებიც მაგით აქვს, გადახურულიც მაგით აქვს და მაგით თბებიან იდეაში რა. ეს უფრო დუხაბორები რო იყვნენ. ხო, აი დუხაბორები, ხო რა. ეგენ ჩამოასახლეს მეფის რუსეთის დროს 19 საუკუნის 40 წლებში. მაშინ ეს ცარისტულ რუსეთს ცვლიდა დემოგრაფიულ ვითარებას და რაღაცა მათ შორის რუსები ჩამოასახლეს სტაროობრატცები, დუხობორები, მალაკნები
და სპეციალურად ეს კომპაქტური დასახლება რო ყოფილიყო, თქვა, რუსული მოსახლეობის. მე 90-იანების დასაწყისში წავიდნენ. მაგრამ რაღაცა თავისი მე ვნახე ერთი-ორჯერ რაღაც იყო, მაგაც რაღაც რიტუალებია. აცხადებ რომ ქრისტიანები არიან, ოღონდ თავისი რაღაცა თავიანთი ისაა განხრა, ხო? განხრა კი, მიმართულება რაღაცა და ამიტომაც ისე მოსმენილი მაქვს რაღაც გადაცემაში. სეისმურად საკმაოდ აქტიური ის არის ხარი, ხო? კი, ჩავახეთი კი. მიწისძვრები და ანუ რაღაც ადგილი არის, რომ სულ აი თითქმის ყოველდღიურად რაღაცა პატარა ბიძგები არის კი. სეისმურად აქტიური არის. ხო, ანუ ვულკანური ის არის. კავკასიონი, აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო ნაკლებად ახლა ეს კოლხეთის დაბლობი შედარებით უფრო ესეთი ის არის, რა ქანები, რომ თქვა იქ ნაკლებად პრობლემატურია და თებში კი, ნუ თქვა იქ რაჭა მაგალითად რაჭა ლეჩხუმი, თქვა ზემოიმერეთი. იქ არის, ხო, თუმცა ვერ გაიგებ ხან-ახან. ახლა ერთ-ერთ დიდი მიწისძვრა მოხდა გორში. 1920 ზუსტად აი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. ხო, აი როიძახიან სხვათა შორის აი გორელებით უნდა დიხართ, ხო? ეს რატომ? იმიტომ რომ თურმე როგორ იყო, რომ რაღაცას ჩამოინგრა რამდენიმე შენობა და ხალხს ეშტოდა და შუაგზაზე დადიოდა ის შიშის და თურმე რაში ყოფილა საქმე. გორელები. თან დაემთხვა ახლა ეს პერიოდი იყო საბჭოთა რუსეთსაც ვებძოდით, ხო, ცალკე რაღაც ეს დამოუკიდებლობისთვის, ხო, რაღაც პერიოდი შევინარჩუნეთ, ნუ ბოლომდე ვერა მაშინ, მაგრამ თან აი ეს დაემთხვა, თქვა, მაშინ ცალკე ძალიან დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია რა. და იყო რა ვიცი, ხო, ნუ საქართველოს კი არის. ისი ჯავახეთი მართლა ძალიან უნიკალური რეგიონია რაღაცა. კი. დანარჩენ საქართველოს არ გავს. ხო, ანუ გამოიჩეო ყველა. ანუ რაღაცნაირი რელიეფი არა, სხვადასხვა მართლა ვერ ნახავ ეხლა იქ. დიახ, სახელდაგვარი გახლავთ ნიკაჩტაძე. მე ვეწევი უკვე 30 წლის განმავლობაში სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას რამდენიმე უნივერსიტეტში, სკოლებში თქვა და მაგრამ ასევე რა თქმა უნდა ძალიან დაინტერესებული თქვა ეს პრაქტიკული საქმიანობით უშუალოდ ახლა გეოგრაფია ერთ-ერთი საგანია ხო რომელსაც ვასწავლი მაგრამ უშუალოდ რაც შევა პრაქტიკულ საქმიანობასთან ბუნებას შენ თვალით რო ნახულობ რა ვიცი განსაკუთრებულად მიმზიდველი არის რა და რა თქმა უნდა მივესალმები თქვენს აი ეტაპ მნიშვნელოვან საქმიანობას იმიტომ მართლა ქართულ საქმეს აკეთებთ რა მართლა ქართული საქმე კეთდება და ძალიან ბევრ ადამიანს ეცდება შესაძლებლობა რომ უფრო მეტად გაიცნოს საქართველოს მათ შორის აი დოკუმენტური ფილმების მეშვეობით ესე ვიტყვი. ზუსტად გეგმაში რომ აი მოვანდომოთ ხალხს აი ხა ბევრს ანუ აი ხა მე ამის იდეა ის არის რომ პატარა არის და გონიათ რომ პატარა მანქანით არ შეიძლება რა ეს ადგილებზე მისულ. ნუ ახლა მე კი ცოტა ესეთ რელიეფზე გადმოვიარე, ყველა ვერ გადმოვა, მაგრამ მაინც აი სხვა ადგილებში რო იარო, აი პატარა მანქანით შეუძლიათ რა, იდეა არის რა, ეს ანუ მარტო პროექტი არ არის. ანა ჩიტაძე ვარ. კიდევ ერთი დუბლი. მოკლედ მეგობრებო, ცოტა დაგვიგვიანდა შაურის ციხიდან ჩამოსვლა, რაღაცა მიწისების გამო ესეთი არაფერი, თუმცა საკმაოდ გაგვიქცა დრო რა. და ამის გამო ვფიქრობთ, რომ დღეს ტაბაწყოში არ წავიდეთ და ხვალ დილით ადრე წავიდეთ, ასევე პარალელურად გზად მოვინახულოთ საღამოს ტბაც, ადათაბაც და ხო არ შეხება დღევანდელ დღეს გვინდა რომ მოვამზადოთ ოჯახური კერძი ასევე გვინდა თუ მოვასწარით რა თქმა უნდა და ვფიქრობთ რომ მოვასწრებთ ჯერ მაინც დღის შუქია ცოტა ვითევზაოთ ცოტა საჭმელი გავაკეთოთ ცოტა დავისვენოთ განვიტვირთოთ და რა ვიცი მოვამზადოთ ხვალინდელი დღისთვის
ისე დავიწვით, მეგობრებო. არ ვიცი, ეს სახეც შეიძლება მეტყობა შეატყოთ ან არ ვიცი, შეიძლება შეატყოთ. მე უფრო მეტყობა. ხო და ლეონი, არ ვიცი, თავიდან ბოლომდე დამწვარია. აი, ეხა გავაკეთოთ ოჯახური, შენ კარტოფილს სანამ გათლიდი, მოგეხმარები მე. მე მანამდე ხორცს დავჭრი. შენ ხორცს დაჭერი, მე ხორცს პატარებად დავჭრი რა, რომ ისე იყოს ხა მხალად. ნოტია. იმ ბატონო, ცხიმიანი მიცალკე ის ქენი შენ. ბევრი ცხიმიანი არ გვაქვს, მაგრამ არა ცხიმიანი რო გავუშვეს ტაფაზე. ძალიან შეგვეცვალა რა გიგმები. იდეაში გინდოდა რომ ყველაფერი გვენახა რა, შაორის ციხეზე. ამდენი დროის დახარჯვა იდეაში ჩვენ გეგმაში არ ჯდებოდა. თუმცა რამდენი ხანი ვიყავით? ანუ 1-4 საათია. 4 საათი ესო, ეხლა ჩვენ გაგვირთულდა იქ რაღაცა ისეს პრობლემები შეგვექნა, მაგრამ დაახლოებით ალბათ საათი ნახევარი ასვლა. ხო და 40 წუთი მაინც ჩამოსვლას უნდა რა, ფრთხილად უნდა ჩამოხვიდე. 40 წუთი, ნუ 1 საათი უნდა ჩამოსვლა. ქვიანი გზაა და ფრთხილად უნდა იარო, რომ ხო არ გადმობრუნდეს, თორე ისე რთული სავლელი არ იყო რა. უბრალოდ ჩვენ წყალი რო არ მექონა, მაგრამ თავისი ქნა და ძალიან გაგვირთულა რა, აუცილებლად წაიღეთ წყალი და ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად სნეკი. სნეკი უფრო შოკოლადი რა. ხო, შოკოლადი. ნუ ეს ხა ვინც დადის ალბათ ყველა მიცის, ნუ ვინც არ იცის. ხო, რაღაცა ენერგიაზე მომყვანი, ასე ვთქვათ რა. და წყალი აუცილებლად, იმიტომ რომ ზევით უფრო მეტად ასე ვთქვათ მზე აჭერს და რაღაცნაირი ადგილია რა, თან ამ ქვებში სიარული, ფეხსაცმელი მეგობრებო, ფეხსაცმელი, აი 100%-ით იყავით დარწმუნებულები, რომ კარგი ფეხსაცმელი გაცვიათ, სალაშქრო ფეხსაცმელი გაცვიათ, თუ რავი, აი რაც გეკომფორტულებათ, რაც იქნება, აი ქვიან სუქვა არის და იდეაში გაფუჭდება კიდეც რა, ანუ რაღაც ჩაოლებრივ ფეხსაცმელი, ჩაოლებრივად კი, გაფუჭდება რა. გზაზე ვთქვათ რა. ეხლა ლევანი ამოვიდა თავის ლუპოთი პატარა მანქანით. მეც ჩაოლებრივად, თუმცა ვფიქრობ, რომ ცოტა სველამინჩი მეც გამიჭირდებოდა ჩაოლებრივად და ძალიან ბევრს გავუჭირდება რა. ანუ ეგ უნდა გათვალოთ რა და აქ რომ მოვდიოდით, გეგმავდით ასე ვთქვათ. ამინდი ქონდა, არ ვიცი რა, ერთი თვე ვეგმავდით აქ წამოსვლას და ისიც ვერ დავსვით, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვა. იმიტომ რომ ხვალ თვალწდები ცოტა ისეთია რა, წვიმიანი ამინდი არის, თუმცა ვფიქრობ, რომ რავი რა, არ იწვიმებს. მაგრამ აი ძალიან არაპროგნოზირებადია რა, ჯავახეთი არის. ხშირად იცვლება კლიმატი, ამინდი უფრო ჯერ ჩამოწვა, ნისლი, მზე გამოვიდა, აი სასწაულები წვიმა არ იყო, მაგრამ ანუ ის ნამი ცვარი თუ რაც არის, რაც ნისლს მოყვება, ეგ იყო და ნუ ერთი სიტყვით ძალიან ასწავლებს ჯავახეთი, ყველას გირჩევდით, იმიტომ რომ ეხლა ვართ ფარავანზე, ისეთი ლამაზი აქაურობა, კიდე ანუ დღე ვიყავით, მე ისევ მოვბრუნდით, იმდენად მოგვეწონა და აი უფრო ისეთი კატეგორიის ასე ვთქვათ ადამიანებს მოეწონებათ, ვისაც უყვართ ჯიპით, ან არ აქვს მანქანით მოგზაურობა, კარვით მოგზაურობა, ცოტა ასე ვთქვათ მივიწყებული, მიტოვებული სოფლები აქვს რაღაცნაირი. თან აქ ცხოვრობენ სომხები ძირითადად. ცოტა ენის ბარიერიც არის, რუსული გჭირდებათ რა. რაღაცა იდეაში ქართულიც ესმით რაღაც. ქართულიც ესმით, კი. ქართული, მაგრამ ნუ მაინც კარგი იქნება თუ ახლა ნუ როგორ გითხრათ ესეთი რაღაცა რუსული წოდეთ, ხო? საერთოდ არ არის საჭირო, მაგრამ ნუ აქ ესე ხდება რა.
კომუნიკაცია თუ გინდა ახლა ადგილობრივებთან ხო თუ არა და არც ეგ არის რომ მაღაზიაში ვიყავით ერთადერთი და გზას თუ კითხავთ ვინმეს რაღაცად მე თუ მიდიხარ თორე იდეაში არც ხო რა კომუნიკაცია არც ჭირდება რა მაღაზიებიც ძალიან ცოტაა და მაღაზიაც აუცი რაში უნდა გჭირდეს თუმცა რაღაც გზა რო აგერიოს ასე თქვა ცოტა ისე რას დავაკვირდი იცი ანუ ძალიან ისეთი ხალხია რა რავი ხიარული არა აი ვისაც ბავშვებიც რა რო ჩაუვლიდით გამარჯვენე ხელს ხო ეგ ხო ანუ ძალიან ის უფროსებიც რა მართმოყვარე ხალხია რა მაგაზიაში ვიყავთ ცოტა ხნის შესულები პური დაგვავიწყდა რა და რა ვიცინეთ რა ძალიან ხო ისეთი ტიპები იყვნენ რა ეს გამყიდველები რომ გაგვისწორდა მაგრად იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ სხვა ეროვნება მაინც რაღაცა შენია და შენს ხარეშია და რაღაცნაირი თამშილობიან მგზავრობაც სხვისურვა ხო და მხიარული და შეხუმრებული რაღაც ყველით შემოგთავაზ კი ყველით შემოგთავაზა და ძალიან ვსდილობდიანი და ძალიან ასწორო შავახეთი ხარ ვიცი ჩემი გამოცდილებით გეუბნებით რომ ესე აი თავისუფლად ესე მშვიდად აი ბუნებაში რასაც ვიძახი აი სადღაც რომ მივდივარ ან ბევრჯერ შევწუხებულ ვარ ადგილობრივით მაგალითად ნუ აგავი რაღაც აქ რაღაცა არ ხდება რა ესეთი რაღაცა ხო მაგას დავაკვირდი კიდე იცი რა სუფთა არის ხო თუ დავაკვირდი ადგილობრივები ანუ აი ეზოს გარშემოც და ქუჩებშიც რაღაც დადიან და რაღაცა ესე იმით აგროვებენ რა ნაგავს დაყრილ ნაგავს რა არის აქაურობა და გირჩევდით რა მართლა გირჩევდით არის ძალიან კაი ადგილები ისედაც ისტორიული ადგილები ეკლესიებიც მონასტრებიც ციხეები და ასე შემდეგ და რა ვიცი ანუ ჯავახეთ ხა მე ვერ დავიწყებ აქ ყველაფერს ჩამოთვლას ჩვენ ვიცით რომ ყველაზე ისეთი აი მანქანით ვისაც მანქანისთვის რაც იქნებოდა აი მის სადგომად ისეთი ლოკაცია აგვირჩია რა ცოტა პანორამა ხედებით და შვენიერი ადგილი მოვარდით ანუ კი ანუ კაი ხანია ესე აი ბედნიერი არ ყოფილვარ თან ძალიან დაღლილები ვართ თან ხო საერთოდ აი უძილო რავი ანუ სამს ძალიან ადრე გამოვედით იმიტომ რომ გვინდოდა რომ ყველაფერი მე დაახლოებით ღამის 3 საათზე გამოვედით და გვინდოდა რომ წალკაში ყოფილიყავით 5-ზე და კამპენისაც ჩამოსულიყავით და ასე შემდეგ თუმცა საბოლოო ჯამში აი ეს უნდა გათვალოთ რომ შეიძლება რაღაცები ვერ მოვაწოდოთ
დილა მეგობრებო და უცებ წამოვხდით. მთელი ღამე დავტოვეთ ანკესები და არაფერი და დილით ესეთი პატარა რაღაცა ვარდები არ ვიცი რა თევზია. მე მგონი კარჩხანას რო ეძახიან თუ რა ვცდები ქართულად კარასი ხო? კარასი. და ეხლა მეორეს იმედი გვაქვს რომ დავიჭერთ. რა თქმა უნდა ამ თევზებს გავუშვებთ, ეს უბრალოდ საჩვენებლად ყავს რა. ამის ჭამას ეხლა არ ვაპირებთ და ნახოთ აბა. არა. ძალიან გაგვიჭირდა ფარავნის ტბის ამ სილამაზეების დათმობა, თუმცა მალევე ავალაგეთ კარვები და გავაგრძელეთ ჩვენი მოგზაურობა. ეს საღამოს ტბა ის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. თუ ჩვენსავით თევზაობა კარგად არ გამოგივიდათ, აქ უამრავი თევზაშენია და შეგიძლიათ აქ დაჭერილი კალმახი, კობრი, ქაშაყი და სხვა სოფელშივე შეიძინოთ. მოგეხსენებათ, აქ მძიმე ზამთარი იცის და ტბა 4-5 თვით სრულად იყინება. თუმცა ეს ადგილი არც ზამთარში განიცდის ვიზიტორთა ნაკლებობას. აქაური პეიზაჟები დამიჯერეთ ნამდვილად ჯადოსნური და საოცარი. ეს კი სოფელი გორელოვკა, სოფელი, რომელიც თითქმის ყველა სახლის სახურავზე თეთრი ყარყატის ბუდეებით, თავისი ცხოვრების ადათ-წესით და ცისფერი შეფერილობის სახლებით გამოირჩევა. მას ფერად სოფელსაც უწოდებენ. აქ 1851 წლებში რუსეთიდან განსხვავებული რელიგიის მქონე დუხაბორები ჩამოასახლეს, თუმცა 90-იან წლებში უამრავი მათგანი მძიმე კლიმატური პირობების გამო უკან დაბრუნდა. სიტყვა დუხაბორი სულის მებრძოლს ნიშნავს. მათ მცირე რიცხვით, თუმცა აქ მაინც შეხვდებით. აქ ნახავთ განსხვავებულ ფერად სახლებს, ასევე მზეზე გასაშრობად დაწყობილ ნაკელის ფენებს, რომელსაც მძიმე ზამთარში გასათბობად იყენებენ. ესეც მადათაფის ტბა, რომელიც სომხეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. მადათაფის ტბა შემოდგომა გაზაფხულის მიგრაციისას გადამფრენი ფრინველების დროებითი გასაჩერებელი ადგილია. ამ ტერიტორიას 20,000-ზე მეტი ფრინველი იყენებს და საუკეთესო ადგილია მათზე დაკვირვებისთვის. ის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია და მას რამსარის კონვენცია იცავს. აქ ცოტა ხნით გავჩერდით, გავიაზრეთ, რომ ჩვენი ჯავახეთის ამ ნაწილში მოგზაურობა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა. ჩავფიქრდით და მივხვდით, რომ ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული, ლამაზი და ამოუწურავი მხარეა. ცოტაც დავისვენეთ და გავდაგით დაბაწყვის გზას.
ყველგან მავალია კი. უბრალოდ იმ დღეს ტბაში ჩავჭი და ეგ არაფერი. ტბაში ჩავჭი და შენ ამომათრია. მადლობა მე. მადლობა ამოთრევისთვის. აი ხო და გადის ანუ ამ გზით უნდა დავიდეთ უბრალოდ იმახსოვრე რა, ეხლა რაც შეუერთდა. ბიჭო, აი ზუსტად საკეთე კი არა, იროლა. ძალიან კარგი კადრები მოვიყვეთ. კარგ კადრებზე მონადირე. ესენი ამოჭერი გატრიდან. როგორც იქნა მოვახციეთ ადგილას საკემპინგო ადგილზე. მეგობრებო, ეს დაფა გვათხოვა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ონლაინ მაღაზია დაფების, აქვს Facebook გვერდი და Instagram გვერდი, ეს არის Supboard Georgia, ესე იპოვით, თუმცა აქ ამონათდება. და ნახეთ, ძალიან ხარისხიანია, რაც თავარია და რა, ძალიან გაგვისწორდა, ძალიან ხდება რა ზაფხულს რა. ბიჭო, ორივე თანაბრად უნდა გედოს, ლევან. ბოჭა. ახლა გვინდა რომ მომზადოთ სპაგეტი ხორცით, ძალიან მოგშიდა დილის მერა გვიჭამია და რა ვნახოთ რა გამოგვივა. შემდეგ კი სავარაუდოდ ავალაგდებით და უკვე წავალთ თბილისისკენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შავი ღრუბელი მოგვიახლოვდა. ასე რომ ისევ დარჩით ჩვენთან, მომზადებთ, ცოტას გესაუბრებით და შემდეგ დაგემშვიდობებით.
ქარია და აი ვჩქარობთ ჭამას და გვინდა რომ მალე მოკლედ გავლაგდეთ რა, იმიტომ რომ ფიზიკურად გავსაძლისია უკვე ვერც ვჭამთ და გავიცივდა აკეთე ეხა გადმოვიღეთ და უკვე გაცივდა და მოკლედ რა. ლევან ისე გაასწორა? იდეალური. ქარის. ეხლა აქედანვე დაგებშიდობებით მეგობრებო, იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო. კი ხავლაგდებით და დავიწყებთ თბილისისკენ. მოკლედ მომავალ შეხვედრას